დავიწყოთ იმ კანონმდებლობაზე საუბრით, რომელიც უკავშირდება მანიფესტაციებს. ძალიან სწრაფად დამტკიცდა ეს კანონი და ახლა უკვე პირდაპირ როგორც ბერკეტს პირდაპირ ეუბნებიან მოქალაქეებს, რომ გამოიყენებენ პატიმრობას იმისთვის, რომ ეს აქციები შეწყდეს. და საერთოდ ზოგადადაც არ არის მხოლოდ ამასთან დაკავშირებული, შეგვიძლია პერსპექტივაშიც წარმოვიდგინოთ, თუ კი ქართული ოცნება დარჩა, როგორ გამოიყენებს შემდეგაც ამ კანონმდებლობას. როგორ შეიძლება ამან იმუშაოს ერთი მხრივ და როგორ შეიძლება ამან არ იმუშაოს, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ იმისთვის, რომ ეს კანონიც ჩავარდეს პრაქტიკული თვალსაზრისით, როგორც ყველა დანარჩენი მცდელობა ჩაუვარდა ქართულ ოცნებას აქამდე. მოგესალმები კიდევ ერთხელ პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ რომ ოცნების რეჟიმს ყველაზე მეტად დისკომფორტს უქმნის ორი რამ. ეს არის ქვეყნის შიგნით აქციები და წინააღმდეგობა და ქვეყნის გარეთ არაღიარება, რაც ასევე ერთმანეთთან კავშირში არის ბუნებრივია, ხო და ლეგიტიმაციის არქონა. ოცნების მხრიდან არაერთი რეპრესია განხორციელდა იმისათვის, რომ როგორმე მორეოდა პროტესტს, ხო? ჩვენ გვახსოვს თვეების განმავლობაში და ძალიან სწრაფად და ფორსირებულად სხვადასხვა მეთოდს იყენებდა ოცნება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, თქვენს წინააღმდეგ, ხო, ჟურნალისტების წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავდით ძალადობას, წამებას ადამიანებისას, როგორც ეგრეთ წოდებული სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, ასევე ტიტუშკების მხრიდან, რაზეც დგას მთლიანად უკვე დღეს რეჟიმი, ხო, მას შემდგომ რაც მოახდინა ხელისუფლების სრული მიტაცება. ამის შემდგომ ჩვენ ვხედავდით ასევე პერსონალური მონაცემების მასობრივ გავრცელებას და ამასობრივი გავრცელების ფარგლებში არაერთ ადამიანს ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხომ? ვხედავდით ჯარიმების ძალიან კოლოსალური ოდენობით, 10 ოდენობით გაზრდას და ასევე ადმინისტრაციული პატიმრობების გაზრდას 15-დან 60 და 90 დღემდე, მაშინ როდესაც ოცნება მოდიოდა თავს იწონებდა სწორედ ჯარიმებისა და ადმინისტრაციული პატიმრობების შემცირებით, ხო? მაგრამ ამ ყველაფერმა არ იმუშავა. ამის შემდგომ ნახეთ, რომ გადატვირთული სასამართლოს განტვირთვა სცადეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცეს პირდაპირ ბერკეტი იმისათვის, რომ მოეხდინა პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტრო და გასაჩივრების პირველი ეტაპი ხდებოდა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროში და სხვათა შორის, მათ შორის ჩემი კამპანია იყო, რომელიც დავიწყე, გაჭედე რეჟიმი, მე ვამზადებდი, სხვადასხვა ჯგუფებიც ამზადებდნენ, მაგრამ მათ შორის მეც ვიყავი საჩივრების ფორმებს, რომ ყველა ასეთი დოკუმენტი, ყველა ასეთი ეგრეთ წოდებული ჯარიმა ყოფილიყო გასაჩივრებული და მათ ის ასევე ფორსირებულად მოუწიათ ცვლილებები შეტანა, იმიტომ რომ კვლავ გაიჭედა, თვითონვე გაიჭედა შინაგან საქმეთა სამინისტრო, გადაიტვირთა და ეს ასე ვთქვათ, ფუნქცია ისევ დაუბრუნეს გასაჩივრებების, ისევ დაუბრუნეს სასამართლოს. მაგრამ გუშინ ჩვენ ნახეთ, მათ შორის გუშინ ნახეთ ქართული ოცნების პრემიერის განცხადებად, რომ თითქოს და პროტესტი არ არსებობს, მაგრამ მთელი 1 საათი ამ პროტესტზე საუბრობდა. თითქოს და პროტესტი არ არსებობს, მაგრამ თავ გამოდებით ებრძვიან ამ პროტესტს, ხო? აი თქვენ ჩამოთვალეთ ის ღონისძიებები, რომლის გატარებაც სადა ქართულმა ოცნებამ და ახსენით ამან რატომ არ იმუშავა. აი ახლა მოდი შევეხოთ აი ამ გამკაცრებულ ნორმებს და მითხარით თუ შეიძლება რატომ ვერ იმუშავებს. ყველაფერი დანარჩენი რაც თქვით აბსოლუტურად გასაგები იყო. ახლა ეს ზომები რატომ არ იმუშავებს შეგიძლიათ გითხრათ? კი ბატონო, სწორედ აქ მივდიოდი, უბრალოდ ეს წინაპირობებიც მინდოდა რომ მეთქვა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ უნდა ამოვიდეთ მიზნიდან, ხო? რა მიზანს ატარებს პროტესტი? ქართველი ხალხის პროტესტი, ხო? ატარებს რამდენიმე მიზანს. ეს არის წნეხი, რომ მიტაცებული ხელისუფლება გამოსტაცოს რეჟიმს და დაუბრუნოს ქვეყანა დემოკრატიას, ეს არის წინააღმდეგობა და ეს არის საერთაშორისო საზოგადოებისათვის იმის დანახვება, რომ ქართული საზოგადოება არ მომკვდარა და ქართული საზოგადოება იბრძვის მისი, ასე ვთქვათ, ისტორიული არჩევანისათვის, რასაც ქვია ევროკავშირის ოჯახის წევრად გახდომა, ხო? ამ მიზნებიდან უნდა ამოვიდეთ და ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, საზოგადოებამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ ეს კანონი, ეგრეთ წოდებული კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცა არალეგიტიმურმა პარლამენტმა და რომელსაც არალეგიტიმური პრეზიდენტი ძალიან სწრაფადვე ალბათ მოაწერს ხელს, არ უნდა იმუშაოს. როგორ შეიძლება რომ არ იმუშაოს ამან, ხომ? მაგალითად პროტესტის ფორმირებით, ტრანსფორმირებით, პროტესტის სხვადასხვა ფორმის მოფიქრებით, რომ ეს ადმინისტრაციული დაკავებები, რომელიც უალტერნატივო გახდა, აღარ იყოს
შესაძლებელი, ანუ არ მიეცეს შესაძლებლობა ოცნების რეჟიმს და ოცნების სასამართლოს, იმიტომ რომ სასამართლო მათ შორის არის მთავარი კომპონენტი, რას გულისხმობთ პროტესტის ახალი ფორმებისა და ტრანსფორმაციის წინადადებაში? რადგან ქართული ოცნება ბუნებრივია ახლა ცდილობს რომ თქვას, აი თუ ამ კანონმა რაღაც დონეზე იმუშავა, რომ აი მე ვქვი რომ არ გადაგაკეტინებ რუსთაველს და არ გადაგაკეტინე რუსთაველი. საზოგადოების პასუხი შესაბამისად ამაზე უნდა იყოს იმგვარი, რომ ან მაინც მომავალშიც გადაკეტავს და უფრო მეტი მობილიზაცია მოხდება, ან მოიფიქრებს ისეთ ფორმას, რაც ქართულ ოცნებაზე წნეხს არ მოხსნის. აი, რას გულისხმობთ, რა შინაარსდებთ იმაში, რაც ახლა თქვი? მაგალითად შეიძლება ისევ მარშების ფორმატის დაბრუნება, სხვადასხვა პროფესიების და სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანება, რომლებიც მორიგეობებით აიღებს ყოველ დღეს, ყოველ კონკრეტულ დღეს, ანუ კვირაში 7 დღეა, ხო, და სულ 7 დღე იქნება გადასანაწილებელი, როდესაც იქ იმდენი რაოდენობის ადამიანი იქნება, დაახლოებით 3000 ადამიანი, მათ შორის საკმარისია, იმისათვის, რომ რუსთაველი ბუნებრივად გადაიკეტოს. ასევე პროტესტის ფორმა მარტო რუსთაველის გადაკეტვა ხომ არ არის. არსებობს პროტესტის სხვადასხვა ფორმები, სხვადასხვა შინაარსის, მათ შორის რუსთაველზე დგომა, მათ შორის სხვადასხვა უწყებებთან გარკვეული, ასე ვთქვათ, საპროტესტო მოქმედებების განხორციელება, მარშები, რომელიც იყო დაგეგმილი. ანუ მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს კანონები ეს კრიმინალიზებული გახადა აზრის გამოხატვის თავისუფლება. კრიმინალიზებული გახადათ აი ამ რაღაცა ბოლო ცვლილებებით ის, რომ ადამიანმა გამოიყენოს საპროტესტო უფლება, პროტესტის გამოხატვის უფლება, რაც რა თქმა უნდა ცალსახად წარმოუდგენელი აბსურდია დემოკრატიულ სახელმწიფოებში და ქვეყნებში ეს წარმოუდგენელი ამბავია. და რაც დრო დაგვრჩა, მინდა შევეხოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის პარტიებისთვის და პირებისთვის, კონკრეტულ ფიზიკური პირებისთვის პარტიული საქმიანობის, ზოგადად პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე გადაწყვეტილებას, რაც ასევე დღეს ძალიან სწრაფად დაამტკიცეს 2 დღეში 3 მოსვლით. წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რაც რთული წარმოსადგენი არ არის და აკმაყოფილებს ყველაფერს, იმიტომ რომ კონტროლი მასზე აქვს ივანიშვილს. აი რა ხდება მეორე დღიდან პარტიულ ცხოვრებაში, შეგიძლიათ მითხრათ, აი გამოგაცხადეს აკრძალულად არჩევნები, ასე შემდეგ, აი ყველაფერი, რასაც გულისხმობს ეს კანონი და პოლიტიკურ საქმიანობას კანონის მიხედვით ჩამოგაცილეს. ფაქტობრივად რა ხდება პარტიების შემთხვევაში აი ეს მაგალითად. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ფაქტობრივად პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით ჩვენ პარტია ახალი და კოალიცია ცვლილებისთვის ვართ ისედაც ძალიან რთულ ვითარებაში, ხო? რთულ ვითარებაში, რადგან ჩვენი 4-ვე ლიდერი, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურა გირჩი-ჯაფარიძე, უკვე ელენე ხოშტარიაც არიან დაკავებულები, დატყვევებულები, ხომ? ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით ვართ წინააღმდეგობაში ამ რეჟიმთან, ხომ? ჩვენ ასე ვთქვათ მაქსიმუმს გვიკეთებს იმისთვის რომ შეგზღუდოს და მათ შორის უარი გვაქვს უარი ვთქვით იმ ეგრეთ წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში ანუ არჩევნებში მივალ იქამდე თუ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობაზე ხომ ანუ არჩევნები რა არის და ზოგადად პოლიტიკური პარტია რა არის? პოლიტიკურ პარტიაში ადამიანები ერთიანდებიან ერთი მიზნის გარშემო, რომელ მიზანსაც აღწევენ არჩევნებში მონაწილეობის გზით და ახდენენ პოლიტიკაზე გავლენას, ხო? და პოლიტიკურ პროცესებზე. დღესდღეობით ჩვენ არც თავისუფალი არჩევნები გვაქვს და არც რეალური პოლიტიკა არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ რეჟიმს მიტაცებული აქვს ყველა ინსტიტუცია, ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია ყავს მოკლული, ასე ვთქვათ, მასზე აქვს გავლენა და რაც მთავარია, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ არ შეიძლება იკრძალება ისეთი პარტიების საქმიანობა ან შექმნა, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილების წინააღმდეგ საქმიანობს. ვინ საქმიანობს დღეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ? ქართული ოცნება, ანტიქართული, მე მას ანტიქართულს ვეძახი. რატომ? იმიტომ რომ სწორედ მან მოსპო დემოკრატიული ინსტიტუციები ამთავრებს ქვეყანაში დემოკრატიას და ერთადერთი ამ დემოკრატიის გადარჩენის გზა არის შიდაწნეხი აქციები, ჩვენი პოლიტიკური აქტურების მიმდევრული მოქმედება, რასაც ჩვენ კოალიცია ცვლილებისთვის ამას ვაკეთებ და სწორედ ამიტომ ვართ მისთვის საშიში და არასასურველი ძალა, რა მოხდება შემდგომ? გავაგრძელებთ ჩვეულებრივ საქმიანობას. შემოწირულობასაც ეხება ეს. კი ბატონო, დღესაც არა გვაქვს ფინანსები. გავაგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას, გავაგრძელებთ ზოგადად საქმიანობას, სხვა სტატუსით ან იგივე სტატუსით. რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია რომ მოქმედებები არ გაჩერდება. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.